დღეს ვამსხრევთ ყველა მითს და ყველა შფოთვას ბავშვთა ქირურგიის შესახებ და სტუმრად გვყავს ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი 2 წლის წინ ჩვენთან რაიონში მოხდა ესეთი ტრაგიკული შემთხვევა, მე მახსოვს ამ ბავშვის მამა. აი მამამ ყველაფერი გააკეთა. ყველა კლინიკას არა აქვს ლიცენზია და შესაძლებლობა, რომ ბავშვებსაც მოემსახუროს. ფსიქოლოგიური მომენტი მაინტერესებს. მოლაპარაკება მიმდინარეობს ოპერაციის შესახებ ბავშვთან თუ მის დედასთან. 15 წლის მერე მისაღებია ცხვირის ფორმის კორექცია. 5-6 წლის ასაკში მიზანშეწონილია გაკეთდეს ყურის ნიჟარის კორექცია. ხომ არ შეეძლოთ რაღაცნაირად გამოერიცხათ გენეტიკური ფაქტორი. არ არსებობს დღეს სრულფასოვანი გენეტიკის ანალიზი, რომ ყველაფერი გვითხრას. რა კარგია ჰეპი ენდები მით უმეტეს მედიცინაში.